საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტი ჯარის ბანაკი დაუწყარი თავგადასავლებისთვის დაიწყო. წლევანდელი ბანაკი თავდაცვის ძალების წვენებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორ ქვედანაყოფში გაიმართება. კოჯოში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში და საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში. პროექტი ემსახურება ჩვენს ახალგაზრდებში სამხედრო ცხოვრების პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სახელმწიფოებრივი აზროვნების ამაღლებას. ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა საშუალებებს, სამხედრო ცხოვრების წესს, ასევე შეიარაღებას, პირველად სამედიცინო დახმარებას, სამთო მომზადებას და ასე შემდეგ. აქვთ ხოლმე შეჯიბრებები, რომელიც საკმაოდ ემოციური არის და კვირის ბოლოს ტოვებენ ბანაკს. დიდი ემოციები დატვირთულები. იმედი გვაქვს აღნიშნული პროექტი იწვევს შეიტანოს ჩვენი ახალგაზრდების სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. ჯარის ბანაკის გახსნის ცერემონია კოჯოში გაიმართა. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ახალგაზრდებს განვითარებაზე, ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერებასა და სამხედრო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა ბავშვებთან ერთად სასწავლო ინვენტარი დაათვალიერეს. გაეცნენ ბანაკის პროგრამას და სამხედრო ინსტრუქტორებისგან ფიზიკური მომზადების აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. უკვე მეოთხე წელია რაც იმართება ჯარის ბანაკი, რომელიც ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში. და დარწმუნებულია, რომ ეს დღეები თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესოც, სასიამოვნოც და საბლოჯამში იქნება დაუვიწყარი და თითოეულ თქვენგანს გექნებათ იმის საშუალება, რომ ადგილზე ნახოთ თუ როგორია ჯარისკაცის ცხოვრება, რა ღირებულებებს ეზიარება სამხედრო მოსამსახურე. დღევანდელ სამყაროში ადვილია მიიღოს სხვადასხვა სახის განათლება, ცოდნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა და ამ ფასეულობებს შორის უპირველესი არის პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული. და რა თქმა უნდა, ამ ფასეულობების შეძენა სჭირდება თავისი გარემო და სათუ არა ჯარში და ჯარში არის ის გარემო, სადაც თქვენ შეგიძლიათ მთლიანად შეიგრძნოთ პატრიოტიზმის სიხარულიც და ტვირთიც. ეს ორივე ერთად არის ჯარში, როგორც პასუხისმგებლობა და გააზრება იმის, რომ ქვეყნის სამსახურში დგება ადამიანი. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სამხედრო ისტორიკოსებს, სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლებს, გაეცნონ ქართული იარაღის მუზეუმს და მიიღონ მონაწილეობა უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ პრაქტიკულ მეცადინეობებში. გადავწყვიტე, რომ წამოსულიყავ, რადგან სულ მაინტერესებდა ჯარის ცხოვრება, როგორი იყო. წამოვედი ჯარის ბანაკში, აქ ძალიან მომეწონა ხალხის, სერჟანტების, მეგობრების გავიჩინე, ძალიან კარგია. ყველაზე მეტად მინდა, რომ იარაღის დაშლა აწყობა მაინტერესებს, ყველაზე მეტად ეგ აქტივობა მაინტერესებს, როგორი იქნება ერთმანეთს შევეჯიბრებით, ჩავატარებთ ჩემპიონატებს, როგორც სერჟანტებისგან ვიცი. ჩემი მოლოდინები არის, რომ აქ მივიღებ ძალიან დიდ გამოცდილებას, მიუხედავად იმისა, რომ მცირე გამოცდილებას ვიღებ ჯარისკაცების ცხოვრების შესახებ, მაინც ძალიან სახალისო არის. მაინც ვიგებთ მათი ცხოვრების შესახებ და თან ვართ ისეთ ბავშვებთან ერთად, რომლებთან ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მე ძალიან კარგი მოგონებები დამრჩება ამ ბანაკიდან. ძალიან ბევრი სახალისო აქტივობა იქნება, ძალიან გავერთობით, ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ვინც წამოვა და ეხლა ვინც აქ ვართ, ძალიან თავისუფლების ქვეშ ვიქნებით და მართლა ძალიან კარგი ადგილი არის. მე ყველაზე მეტად იარაღის სროლას ველოდები და ეცსული მაქვს, როდის დაიწყება სახალისო აქტივობები. 6 დღის განმავლობაში მოზარდები სამხედრო ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. ისინი შეისწავლიან საცეცხლე მომზადებას, თვითგადარჩენის საფუძვლებს, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციას. ასევე გაევლიან პირველადი სამედიცინო დახმარების, დაშავებულების ევაკუაციის, საინჟინრო და სამთო მომზადების პრაქტიკულ სწავლებებს. ჯარის ბანაკში სულ გვაქვს 7 თემატიკა, რომელშიც აქტივობა ხორციელდება და ოცეულების მიხედვით ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან. ესეც იმისთვის, რომ გარკვეულწილად мотивация აუმაღლოთ, სახმელეთო ნავიგაციას სწავლობენ. ასევე გვაქვს სროლები, მართალია პნევმატური იარაღით, ანუ კისტის ტოფით, ეგრეთ წოდებულით. ასევე გვაქვს სამთო მომზადებაში ორი დისციპლინა, ეს არის ეგრეთ წოდებული zipline და ავსტრალიული დაშვება. ასევე დაბკოლებების გადალახვა არის. სამედიცინო მომზადება. ყველაზე მეტად დაინტერესებთ საცეცხლე, რაც ნიშნავს იარაღის დაშლას და აწყობას. ყველაზე მეტად პოპულარული არის ეს მათთვის, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ მოკლედ ამ პროცესში. მთელი კვირის განმავლობაში ისე იდეალურად ატარებენ დროს, რომ ბოლოს
ალბათ ყველა ნახავთ, რომ ცრემლებით მიდიან, აბსოლუტურად ყველა ნაკადი და ამ გადმოსახედიდან რო უყურებ, ალბათ მეც მინდა რომ მაგათ ხელა ვიყო და აი აქ მომხდარიყავი და შესაძლებლობა მქონოდა როგორი შესაძლებლობაც მათ აქვთ. წელს პირველად ჩატარდება საპატრიარქოს საათი, სადაც მოზარდების სასულიერო პირებთან ერთად ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მავნე-ჩვევების ნეგატიურ გავლენასა და ღირებულებებზე ისაუბრებენ. ძალიან გვახარებს, რომ ამ მნიშვნელოვან პროექტში სახელმწიფო განათლების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, საპატრიარქოც ერთობლივად მონაწილეობს. ჩვენი მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებზე არიან ორიენტირებული ყველა და ძალიან გვახარებს, რომ ამ პროცესში დასაწყისიდანვე ამ გეგმის შედგენის პროცესში და პროექტის განხორციელების და დაგეგმარების კონტექსტშიც ჩვენ საბედნიეროდ თავიდანვე ვერთობებით. ვისაუბრებთ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, რაც ეხება სამშობლოს ღმერთს, ადამიანს და ზოგადად პატრიოტიზმს. თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფში პროექტი უკვე მეოთხე წელია ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცოდნის გაზრდა. ბანაკში მონაწილეობას მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მიიღებენ.